სახელითა მამისაითა, დაძისაითა და წვიტის ასულისაითა. გასულ კვირას ნიკოლოზობას ქადაგებაში წმინდა ნიკოლაუსის მრავალ ძველთა და ახალთა სასაულებთან ერთად მოვიგონეთ ერთ-ერთი შედარებით ახალი სასაულის, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაახლოებით საუკუნის წინათ, შემდგომად ეგრეთ წოდებული ოქტომბრის რევოლუციისა. ამ სასაულს ეწოდა საეკლესიო ისტორიაში ზოიას ფეხზე დგომა. თქვენ იცით, რომ როგორი სიწმინდე კრეხელობა გამოიჩინა, ეცეკვა წმინდა ნიკოლოზის ხატს, ეხლა არ მოყვები უფრო დაწვრილებით, თითქმის ყველა თქვენთაგან მაიცის, გაქავდა თვეზე მეტი. ნევსებს უკეთებდნენ, რომ ეცოცხლა და ტყდებოდა. ვერ აღწევდა ის შრატი, რასაც უკეთებდნენ. ცდილობდნენ ლეჭმიად, სითხე მაინც მიეღო. ვერაფერს ვერ იღებდა. შეუძლებელი იყო. მერე როცა გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, თავად წმინდა ნიკოლოზის ლოცვითა და მეოხებით, კითხეს, რომ როგორ არსებობდი, რა შანდი, რა სვამდი და უთხრეს, რაც ხდებოდა სასაულებრივად. და მან უთხრა, რაღაც მტრედების მსგავსი მოფრინდებოდნენ ხოლმე შამითი შამად, ბაგეზე ერთგვარ საზრდელს ნადებდნენ, რომელიც უტკბესი იყო და აი ამით ვარსებობდი, სულდგმულობდიო. ეს არ არის, რისთვის მოვიგონე დღეს. შამითი შამად ფეხზე მდგომი ზოია იწყებდა საზარელი ხმით ყვირილს, წივილს, კივილს, რასიოდა, რასკიოდა. დედამიწა იწვის ადამიანთა ცოდვებში. და ამას ის ამბობს შენ კიდევ საუკუნის წინათ დღევანდელ დღეზე რაღა ითქვის. აი რაც ხდება თუნდაც საქართველოში. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მე შეგახსენებთ ღვთისმშობელ მარიამის ერთ გამოცხადებას, ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან. როდესაც აქედან ჩავიდა საბერძნეთში, დაეყუდა ერთ მიტოვებულ სენაკში, დაუთმო სულგზელად ასე ვთქვათ, ჭყალებში ერთ-ერთმა უდამნოს წინამძღვარმა და რა კი მასთან ხალხმა დაიწყო შემოკრება და საზრდოობა სულიერად მისგან, შურმა და ღვარძლმა დაახრჩო და გაგზავნა თავისი მორჩილი, გაეძევებინა. იმავე ღამეს ამ მამასახლისმა გამოცხადებით ძილსაშორის იხილა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც შერისხა იგი. ნუ თუ არიციო, ვის წინააღმდეგები იბერიელთა სახითო? ჩემი წილხდომნი არიანო, მათი წინააღმდეგობა, ჩემი წინააღმდეგობა. აი აქედან გამომდინარე, თუნდაც სულ ცოტა ვიტყვი, რომ ჩვენთან ბრძოლა ღვთისმშობელ მარიამთან ბრძოლა. და რა შეგვედავებიან? ფუნდამენტურ ღირებულებებში მართლაც და ისინი, რასაც ღირებულებებს უწოდებენ, ჩვენთვის არის უმძიმესი ცოდვა, სოდომური. ეს არის ამიტომ ამბობ ბრძოლა დეშმა თავადი ამ სოფლის, რომელმაც იცის, რომ ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და თუ ამ ქვეყანას დაამონათებს და დაამხოს, რაღაც წინააღმდეგობა ექნება აგრესიულ პოლიტიკას. არ მინდოდა ამ მიმართულებით მელაპარაკო, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ უმძიმესი დროა ბრძოლა სინამდვილეში ღვთისმოსაობასა და უღმერთობას შორის, სნეობასა და უზნეობას შორის, მაგრამ ჩვენი ერი ისე გაიყუნა 30 წლის განმავლობაში, რაც ვერ გვიყეს შემოსევებმა, არაბობამ, თურქობამ, სპარსელობამ, თუ რომელი ერთი ჩამოთვალო მონღოლობამ, რაც 30 წელიწადში მოახდინეს. უბრალოდ რატო ეს ხალხი ასე აღტკინებული? იმიტომ რომ მათ ასე წარმოუდგენიათ ნებიერი ცხოვრება. ეხლა არ მინდა შორს გავიდე, ამ დროს მომძახიან ზოგიერთი ცელულები. ეს პოლიტიკა კი არა ჩვენი მწარე ცხოვრება. ეს არის ჩვენი რეალობა, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი სინამდვილე. და უფალმა არა მარტო ტრედის უბიწუებაზე გვაკურთხა, არამედ გველივით მეცნიერებაზე. აი კლიმენტი ალექსანდრე ძველთა ძველი მამა, ეკლესიის მასწავლებელი ამბობს, ვისაც რწმენა ღვთისა, ის მონა ღვთისა, მაგრამ ვისაც რწმენასთან ერთად ცოდნაც აქვს, ის უკვე მეგობარია ღვთისა და მეგობარი შეუდარებლად მაღლა დგას ღვთის თვალში, ვიდრე მონა, რა თქმა უნდა. აი რატომ უნდა ვიცოდეთ წმინდა მავის შესახებ? რატომ დაიწყე ზოიას სასაულის მოგონება? ჯერ კიდევ საუკუნის წინათ, როგორც უკვე ვთქვით, წიოდა და კიოდა თვისგან ამორჩეული ეს ადამიანი, რათა ემცნო კაცობრიობისათვის, როგორც ცოდვებს იწვის დედამიწა. დღეს რაღა ითქმის? ყოველი მხრიდან უღმერთობა არის, მატერიალიზმი, ჰედონიზმი, სენსუალიზმი, რევოლუცია, რომელსაც ჯერ კიდევ წმინდა მამები ამბობდნენ, რომ პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო სატანა. ამიტომ ყველა რევოლუციონერი რა გზითაც არ უნდა მოვიდეს, ყველა ესენი არიან სატანის მოწაფეები. ორიოდის სიტყვით ვიტყვი ივანე ოქროპირიდან, ქრისტიანობის ძალას დედამიწაზე, ანუ ქრისტეჟვრის ძალას ორი ღვთაებრივი საწყისი განამტკიცებს. ერთი ეს არის ღვთიური საწყისი, ანუ საეკლესიო მღვდლობა, იერარქია. მეორე საწყისი არის მეფობა. და როდესაც ესე იგი სატანა ცდილობს ერთიც მოსპოს და მეორეც, შედეგი რა არის? ჩვენ ვიცით რა ხდებოდა ეგრეთ წოდებული რევოლუციების შემდეგ. მათ შორის ჩრდილოეთში, რომელიც გადმოსდა საქართველოსაც, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ხშირად მეთქვას ვარიის ბედი. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, საქართველოს აკლავენ ზედ, როგორც ვარიას.
მაგრამ როგორც პავლე მოციქულს ღვთივდიდებულმა უფალმა უთხრა, მე ჩემს ძალას უძლურებასა შინა აღვასრულებ. და ამ პატარა ვარიაში, პაწაწა ვარიაში, რომელიც არც არაფერია თითქოს, აღასრულებს ღმერთი ღვთისმშობელ მარიამის მეოხებით თავის ნებას. ეს იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი სასწაული დედამიწაზე. ყველა ამ დაწოლის და წნეხების თუ ომების მიუხედავად, საქართველო არათუ გადარჩება, ის სულიერად აღორძინდება და უკანასკნელი ნეტარი კუნძული იქნება მართლმადიდებლობის, კაცობის, ადამიანობის და ჭეშმარიტების თავშესაფარად. და უსვათ აქ სამწერტილი და როგორც იტყვიან, დაველოდოთ მოვლენებს. აი როგორც ფსალმოში იყო იუდაზე პიროყოლისა და ამგვარ ადამიანებზე წინასწარმეტყველება, ორჯერ და სამჯერ მივედი და არაინება ჩემი მიღებაო. ნახეთ თან უფალი როგორ კი არ ლեց იუდას მაგვარი ადამიანების გულის კარებს. არამედ ამბობს, აკეტირება. ვინ ცისა და ქვეყნის შემოქმედი, რომ ჭალითათვის დაუყრია ცანი და ქვეყანა, რომელსაც ანგელოსნი და მთავარანგელოსნი ვერ მიხედვენ. მევრეკ ყოველი ადამიანის გულის კარზე. საბრალმებლად არის ნათქვამი. როგორც გლახაკი რეკს, გაუღებს თუ არა კარს, ეგების ვინმე მისმინოს და განმიხვნას კარები. და თუ თავისი ნებით, რადგან თავისუფალ ნებისაც შექმნა ადამიანი, ძალას არ დაატანს, არც სიკეთეს შეიტანს ძალით. ადამიანის ღირსება ამ ერთ რამეშია, მიიღოს ღვთის ეს რეკვა, ღვთის ეს გაფრთხილება, ღვთის ეს შემოსვლა მასში და თუ კი გამიღებენ, აი მაშინ უკვე მრავლობაში აგრძელებს. შევალთ მევრეკ, მაგრამ შევალთ მერმე თუ გამიღებენ. ვინ? ჩემთან ერთად მამა ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ადამიანი ასეთი ხდება ყოვლადწმინდა სამების ჭური და სადგური, მაგრამ ეს მან უნდა გადაწყვიტოს. ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და ადამიანი ესეც არის სატანიზმის დაირსახება. შენ არასწორად განგისაზღვრია, ჩვენ გვინდა კაცი ვიქნებ, გვინდა ქალი და გინდა კენტავრი. და გაშტრენ ისეთი სიგიჟეები და გიჟები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, მე არც კაცი ვარ, არც ქალი. გესმით თქვენა? ესენი ადრე ფსიქიატრიულებში იყვნენ და კურნაულდნენ, სადაც ზოგი ნაპოლეონი იყო და ზოგი ვინი იყო და ზოგი რა იყო და კურნაული, იმიტომ რომ ესე დაცინვით როდი ვამბო. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატების ერთ ნაწილში, ბოლო დრონდის დაახლოებით 20-30 წლის წინ ჯერ კიდევ ასეთ ადამიანებს ფსიქიატრიულში იძულების წესით ათავსებდნენ და მკურნალობდნენ მას. ავად რო არის ადამიანი, უნდა იმკურნალოს. ფსიქიკა აქვს დაავადებული, ნერვული სისტემა აქვს, ღვიძლი აქვს, კუჭი აქვს თუ გული აქვს, უნდა იმკურნალოს. მაგრამ ნახეთ, ეს ყველანი გამოშვებული არიან გარეთ და უმცირესობა თრგუნავს და ამონათებს უმრავლესობას. დღეს რაზე მინდოდა საგვარელო თქვენ სარწმუნოებასთან საუბარია. აი მე გუშინაც არ დაგიმალავთ ეს ბოლო დღები. ვზივართ შესაძლოა მაგიტასთან და ვფიქრობ იესოს ლოცვის მერე. ღმერთო ვერ საუბრები გულში. მე არ მესმის როგორი სიყვარული გაქვს შენ. რასაც შენ ავლენ, ეს ჩემთვის არის მეუწდომელი. ჩვენ კეთილის მოქმედ ჩვენ დამო სიკეთით ვცდილობთ უპასუხოთ, ბოროტის მოქმედს ბოროტებით. შენ კი ვპატიობ იმას, აი ჩემ ცოდვები გავანალისე. მე რა გულის თქმები მაქვს, შეიძლება აშკარად არ არის ჩადენ, რამანკიერებისაკენ მივისწრაფი შინაგანად. როგორც პავლე მოციქულს ის რაც არ მინდა ვაკეთებ და რაც მინდა ვაკეთო ვერ ვაკეთებ. აი მოკლედ რო შევაჯამოთ. და რა ხდება დღეს დედამიწაზე? ვერ ისვენებს ცოდვით აღბორგებული, ეშმაკით აღბორგებული ადამიანი, გაუთავებელი ომები, ეთნოკონფლიქტები, საზღვრების გადაწევა, გადმოწევა, რესურსების ხელში ჩაგდება, ხალხების განადგურება ამით. და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველა ამ ბოროტების, რომელიც ინთხევა მთელს დედამიწაზე, ღმერთი ხოვნის და არ მოდის. ჩვენ გვეშქარება, სული გვეხუთება, გვიჭირს ცხოვრება, როგორც აბრაამ მართალს, მამათავარს უჭირდა ედროს უცოდვილეს ადამიანებს ცხოვრება, როგორც მის ძმის ლოთეს უჭირდა ამ სოდომიტებში ყოფნა, როგორც ნოე მართალს წარღვნის წინ. მაგრამ ღვთის მადლით ითმენდნენ და იტანდნენ. რატო? ერთი ადამიანის თუ იქნება დედამიწაზე, ამბობს უფალი, მე მზად ვარ 100,000-ობით და მილიარდობით ადამიანს მიუტოვოთ ცოდები და დრო მივცე გამოსწორებისთვის. ეს სიყვარული ჩვენთვის გაუგებარია, არ მესმის. აღვიარებ თქვენს წინაშეც და ღვთის წინაშეც გულში როცა ვესაუბრებოდი ამ დღეებში. რა სიყვარული აქვს ასეთი? ეს ჩვენ მისი ქმნილება ვართ და მას უყვარს ქნული ხელთა მისთანი. აი ერთგან ნახეთ როგორ ამბობს სალმონებში წინასწარმეტყველებთ. ცისკარსაცა მოსყვეტი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანას. ესე იგი წამის ყოფა ჭირდება რომ მოსვო მთელი ქვეყნიერება. მაგრამ ვინ იხეირებს თქვენებურად რო ვთქვათ, ვინ გაიბარჯვებს? სატანა, რომელსაც წადია ყველა ადამიანის წარწმედა. ეს მან იცის რომ ამგვარი ადამიანები სინანულის გარეშე მიდიან მარადილ ცეცხლში, გენიაში. აი რატო ხოვნის უფალი. მან იცის
რისთვის ვიწირავთ თავებს და გვაძლევს დროს ნოე ვახსენე 100 წელი უბრძანა ეკადაგა სინანული წარღვნისი წარღვნო ეკადაგა ეწინა სარმეტყველა აბუჩათ იგდებდნენ სიყვარულის გამო კიდევ 20 წელი დაუმატა 100 წელიწადს უფალმა არ შეინანეს და რა კი დაინახა რომ ჭეშმარიტების აღქმა აღარ შეუძლიათ დაუშვა წარღვნა ასევე ამბობენ წინასწარმეტყველები ბოლო შანსზე. როდის მოვა მეორედ მოსული. წელი თარიღი არავინ არ ვიცით, მაგრამ ნიშნები სიყვარულის გამო გაგვიმშხამდა. რა ნიშნები ამშხამებს რომ მოახლოვდა და გაფრთხილდეთ შევინანოთ. მაგრამ როგორც კი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ იღებს სწავლებას, ჭეშმარიტებას, იქნება დედამიწაზე, იქნება დედამიწა, როგორც კი გაიყვანს მიცვალებით გარდაცვალე ამ სოფლიდან მოვალს დიდებით განშად ცხოვრთა ანუ დედამიწა როცა კასტრირებული იქნება სულიერად უნარი აღარ იქნება აღიქვას და მიიღოს ჭეშმარიტება აი მაშინ დაამთავრებს და ეს იგი რა გამოდის მეორე ხრი სააც ქვეყანაც ანგელოზის ვარსკვლავით სილამაზის ბუნებას ყველაფერი შექმნა ადამიანის რომ დატყბეს ადამიანი ვერ შეირყოს 64 აი დედამიწაზე მისა ეს მშვენიერება არა ისეთი როგორც 64-ში იმიტომ რომ ეს არ არის 64 ეს არის წუთი სოფელი საწუთროა ეს არის ჩვენი 64-დან გადმოსახლების ადგილი. სინანულის ადგილია და ეშვა ყველაფერს და გასართობ ადგილად გვიქცევს დედამიწა. გესმით საყვარელო? ბევრს ეს არის ისმის რომ გამოძევებულია და დრომის და დედამიწაზე რომ ყველას უკლებლივ ყველა ადამიანს რომ შეისწოს ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და შეინანოს და შეუდგეს ღვთის გზას. აი როგორც მღვდელი ვამბობ, როგორც ქრისტიანი, მებრალებიან ადამიანები, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მათ არ უნდათ ღმერთთან ყოფნა, მათ უნდათ ბოროტთან ყოფნა. მათ სიამოვნებთ. აი ჩემთან მოსულა სოდომიტები, შეგამიკვირდა პირველად რა მოვიდა. რატო გვიშლიოთ ჩვენს სიამოვნებას? მე ვთხარი ვინახარ შვილო მეთქი. ახალგაზრდა ბიჭი იყო 25-26. რას გულისხმობ მეთქი? ყოველ თქვენს ქადაგებას ზოგჯერ რამდენჯერმე ვისმენო. აქტოვანებული ვარო. მაგრამ მე გაგინებთ. რატო მეთქი? რატომ გვამხილებთ? ვინ ხარ მეთქი ბოლოს და ბოლოს? მამათმავალი ვარო. მე ის სიამოვნებს, რატო გვიშლი? ჩემ მეგობრებსაც სიამოვნებს. მხოლოდ იმის გამო რომ რამდენიმე მერკანტილურ ადამიანს სიამოვნებს, ეს გავუყმართებთ, რომ მე ჭეშმარიტებაზე პირს ვერ დავხურავ მეთქი. პირიქით, მაგრამ რა უთხრა მოციქულებს, 60 ხელდასხმა მაქვს, მღვდელი ვარ მეთქი, მე წადი და მოიმოწაფებთ ყოველი ადამიანი ხადაგეთ სახარება გადარჩენისა. მოვალეს კი ვარ და მე მეცაც გეტყვი, თვით შენ სოდომისტის გულში, იმიტომ აღწევს ჩვენი ქადაგება რომ გულიდან მოდის მეთქი, ჩემი გულიდან. წიგნებიდან კი არა მხოლოდ, ჩემი გულიდან. აი ყოველი ასო და როგორც ფსალმოსწერია თირკმელსაც კი გაივლის სანამ რას მე ვიტყვი მე ამით ცხოვრობ. არ დაგიმალავ. ეხლაც ვიდრე მოვიდოდი, დაახლოებით გონებაში იძერწებოდა რაზე მესავ, დაახლოებით მე ზედმიწევით არასდროს არ ვიცი. ასევე წირვა ქადაგების წინ. მე ამით ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ ქადაგებიდან ქადაგებამდე. ვიღაცა ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე, პენსიიდან პენსიამდე. მე ვცხოვრობ ქადაგებიდან ქადაგებამდე. ეს ჩემი მსხვერპლობა, ეს ჩემი ცხოვრების წესია, ეს ჩემი სიხარულია, ეს ჩემი ნეტარება. და როგორ შეიძლება ასეთი მღვდელი უთანაგზობდეს რევოლუციის მომხრეებს, ან შვილებს აგზავნიდეს სამსხვერპლოზე იქ ეშმაკთან, სადაც რიტუალები ტარდება. ესე იგი 9 აპრილის მოწამეთა სისხლით კიდევ ერთხელ შემდგომად იუნკერებისა და სხვა განიწმიდა რუსთაველი. ეხლა ისევ შეიბილწა. უნდა იკურთხოს თავიდან რუსთაველის და სრულიად საქართველოს. მოკლედ ღმერთი ყველაფერს შადის, რომ ადამიანმა შეინანოს. აი მაგალითად, ჩვენ რამოდენიმე ქადაგება მიუძღვანეთ საღვთო განგებულებას. ასევე რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელებს, ავადმყოფობებს, ფათერაკებს, თითოეულ ადამიანზე პირადად, ქვეყნებზე, ხალხებზე. მაგრამ ღმერთი არა მარტო განსაცდელებით და ავადმყოფობით ზემოქმედებს ადამიანზე, რომ რამენაირად სინანული გამოიწვიოს. უნდა ატკინოს ღმერთმა, რომ მიყვიროს ადამიანმა, უნდა იყვიროს, რომ ღმერთმა ისმინოს. მაგრამ გარდა ამისა, დრო და დრო ცალკეულ ადამიანებს მათ მიერ ვრცელდება ეს გამოცხადებებითაც ცხადში, სიზმრეული ჩვენებითაც და უჩვეულო მოვლენებით თითოეულზე ქვეყნებზე ცდილობს დააფიქროს ადამიანი თუ მთლიანად კაცთა მოდგმა. დასტურ ამისან სურს ბიზანტიის იმპერიის ცხოვრებიდან მოვიგონო ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა. მას ჟამსაში გვიანდელ შუა საუკუნეებში კონსტანტინოპოლში მეფის კარზე ერთი ახალგაზრდა უნიჭიერესი მხატვარი მოღვაწეობდა. საქვეყნოდ იყო ცნობილი, მაგრამ რამდენადაც ნიჭიერი იყო, იმდენად უკეთური იყო. ზარმაცი, მცონარე, ცოდვებში ჩაფლული, აზრათაც არ მოდიოდა ენანა თავისი ცოდვა, რომლითაც როგორც დღესაც ხშირად ხდება, თავსაც კი იქებდა ხოლმე თავის მეგობრებში. მაგრამ მიხედა მოწყალე ღმერთმა მას და ასეთი სიზმრეული ჩვენება მისცა. ხედავს, რომ რომელიღაც თავისი შედევრით, მორიგი შედევრით თითქოს მიდის სამეფო კარზე. მეფე იღებს მას, უწონებს ნამუშევარს, მოისავს გვერდზე და სიყვარულით ელაპარაკება. მაგრამ მოულოდნელად
რისხდება მეფე, იხდის מחვილს, სამჯერ მოიქნებს მის თავზე, ის ფიქრობს, რომ მეხუმრება. მეფეო, ხუმრო თო, რას ხუმრობო? განრისხებით უპასუხა მეფემ. თავი უნდა მოყვეთო და თმებში სტაცახელი მოსწია და ყელზე მიადო მახვილი. შიშისგან გამოეღვიძა მხატვარს და ღმერთს პირველისა მადლობა უთხრა, რომ ეს სიზმარი იყო და არაცხადი. ის როგორც ჩვენს დავმართლია ზოგჯერ. და ამის მერე იყო, აი როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენ შემთხვევაში ცუცლიკასავით. დაახლოებით 2-3 დღე. მერე თანდათან ისე გაეღვიძა ძველმა, ეშმაკერისი ეშმაკია რომ მოასვენოს ადამიანი. ის არც იძინებს, არც იღლება, არც ჭამს, არც სვამს, არც დაძინების მოთხოვნილება. განუწყვეტლივ ებრძვის ადამიანს, თუ ფიზიკურად არა, გონებაში ებრძვის. როგორც ისა კასური ამბობს, თავის ქალაზე არის ერთი ადგილი, საიდანაც შედის ადამიანში. და აზრებით და გულის სიტყვებით ცდილობს შეაცდონოს და მოკლეს თავის საწაძელს მიაქცია და ისევ აი როგორც ფსალმურში წერია, მიექცა ძაღლი და ღორი თავის ინწუბას და ნათხევარს, ამონთხეულს. ისევ ჩაიძირა სოდვებში. დიდი ხანი აღარ გასულა და მოულოდნელად ანას და ავადმყოფობა მოцеლა, ლოგინა ჩავარდა. ტკივილები და მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუსაძლიეს ხდებოდა რა, აწუხებდა მას. ნელ-ნელა შემოდიოდა მის გულსა და სულში, თიშიში, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც უფალი მისგან ელოდა. და ერთხელაც, როცა უძილობის შემდეგ ღრმად ჩაეძინა, ხედავს ესეთ უჩვეულო სიზმარს. მის წინაშე დგას უფალი დიდებისა, იესო ქრისტე, უამრავი ანგელოზით გარშემორტყმული, ხოლო ამ ხატვრის უკან პირდაღებული ბნელი უფსკრულია. გადახედვა მას კი შეაძრწუნა იგი და წარმოიდგინა, რომ შეიძლება იქ მოხვედრილიყო. უფალი მიმართავს მას. შენი ციმე ვინ ვარ? კი უფალო, გახარებულმა უთხრა მხატვარმა. უფალი იესო ქრისტე ხარ, ჩვენი საცხოვრებისათვის განკაცებული და მოსვლული ამ სოფლად. და თუ იცი, სიტყვას უბრუნებს უფალი, რატომ არ ცხოვრობ ისე, როგორც მე გთხოვთ, როგორც მე გასავლით. ამიტომ შენ, აი ეს ჩვენება, რომელიც მოგეცი და გონს ვერ მოხვედი, უნდა უფსკროლში დაასრულო შენი არსებობა. ანგელოზებს უბრძანა, რომ აეღოთ და უფსკროლში გადაეგდოთ ეს მხატვარი. შეშინებულმა მხატვარმა რა დაინახა, რომ განწირული იყო, პირველი რაც მოუვიდა გონებაში, იყო ღვთისმშობელი მარიამი. აი როგორც ღირსი ილია მინიატის ჩინებული ეპისკოპოსი ამბობს, ღმერთმა წმინდანის ლოცვა შეიძლება ისმინოს და შეიძლება არც ისმინოს. რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს, უფალი მოვალეს კია თავისი ყოვლადწმინდა დედის ლოცვა ვედრება შეისმინოს და ღვთისმშობელიც მაშინვე აღიძრა. როგორი მეოხი ყავს. კარგი, უფალი ღმერთია და არ მესმის მისი სიყვარულის. ეს ადამიანი იყო, ადამიანია, მაგრამ ყოვლადწმინდა. როგორია მისი სიყვარული? მიურულებელი, მსველი და მფარველი კაცთან მოდგმისა. ეს ერთ-ერთი ეპიტეტია, რომლითაც ეკლესია ამკობს ღვთისმშობელ მარიამს. და როგორც ერთი წმინდანი ატაცებული იყო ლოცვის დროზე 64 დაათვალიერების და ყველა ნახა ანგელოზი, მთავარანგელოზი, 900 წმინდანები და ვერ ნახა ღვთისმშობელი და გაოცდა და ანგელოზს რომელსაც დაკავდა მიუბრუნდა და კითხა: "ჩემო დედამიწაზე ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ყველაზე დიდ პატივს მივაგებ ღვთისმშობელს, სად არის? ნუ თუ 64-ში არ არის, ასე ჩემო კეთილო." უპასუხა ანგელოზმა: "მე ხომ ანგელოზი ვარ? მეც კი ანგელოზი ვერ შევაო ყოველთვის. იქ სადაც ის არის და სად არის გაუკვირდა ამ წმინდანს. უშუალოდ ქრისტეს მარჯვნივ თავისი ძისა და ღვთისაო." გესმით, მაგრამ უთხრა ანგელოზმა, ხომ ყველაზე დიდ სიხარულშია ნეტარებაში ღვთისგან დადგენილი, მაგრამ ყველაზე ხშირად წმინდანებთან შედარებით ანგელოზებთან ტოვებს 64-ს სიხარულს, ღვთისმშობლის სავანეს და ჩადის ცოდვილ დედამიწაზე გაჭირვებულ ადამიანებს რომ მიეხმაროს, ვინც კი მას მოუხმოვსო და მასაც ყავს დედამიწაზე თავისი რჩეულები. მისი რჩეულები თუ ღირსეულად გაივლიან მიწიერი ცხოვრებისას, ღვთისმშობლის წიაღში მიდიან სავანეში. ეს ერთ-ერთი უპირველესი სავანი არის ყველაზე ახლოს ღვთიურ სავანესთან. როგორც თავად უფალმა იესო ქრისტემ თქვა, ჩემი ზეციური მამის სახლში ადგილები მრავალი არის. მრავალი ადგილია, ყველა სიხარულშია, მაგრამ სხვა სიხარულებია. ერთნი უფრო მეტად ხარობენ, მეორე ნაკლებ, მაგრამ ყველა ხარობს. ჯოჯოხეთშიც ზოგი მეტად იტანჯება, ზოგი ნაკლებ, მაგრამ ყველა იტანჯება. ღვთისმშობელი ყველაზე დიდ სიხარულშია, მაგრამ ყველაზე ხშირად ტოვებს სიხარულს. ეს საუხსნელია ჩემთვის. როგორ უნდა უყვარდე, რომ ამდენი ტკივილიანი ცხოვრება განლო, დევნა შეურაცხყოფა საკუთარი ძის შობიდან ზდევნიდნენ ქრისტესთან ერთად. ბოლოს ურიებმა ცხედარის გადაგდებაც კი როცა მიიძინა და მიყავდათ გეციმანიაში, დასასვენებლად აკლდამაში გადაგდება ისურეს ათონაიმ კერძობდა რა დაემართა თქვენ გახსოვთ მე როგორ სასავლი მოხდა და უმზერდა თავისი ძეს ტანჯვა ჟვარცე და ჯვარცმას. ჯერ კიდევ სმეონმა დაანამუწინა სარმეტყველეს, რაც მოხდებოდა. შვიდმა ლახვარმა განლო მის გულში ქრისტეს სიყვარულით, მისი მომავალი უნების წინას სარმეტყველებით. მიუხედავად ამისა, მას უყვარს
ქრისტეს მდევნელი და საკუთარი ცა და ჯვარცმელები. მე არ მესმის ეს რა სიყვარულია. ჩემს შეზღუდულ გონებას ამისი ახმა არ ძალუց. აი ასე უყურავთ ღვთისმშობელს. ყველაზე ხშირად ტოვებს სიხარულს უდიდეს და ჩამოდეს ცოდვილ დედამიწაზე. როგორ არ მიყვარდეს, აი ტირილი მომერია გულში. კაცი ვარ იშვიათად ტირის კაცი. როგორ არ მიყვარდეს ღვთისმშობელი მარიამი. მისი ზედა ღმერთი უფალი ჩემი იესო ტკბილი, როგორც ეკლესია მოწოდა სიყვარულითა და სიტყვებით. როგორ არ მიყვარდნენ წმინდანები, რომლაც ამდენი ტანჯვა წაება ჯვარცმა სიკვდილი გადაიტანეს და დღესაც კი ხშირად მოევლინებიან ცოდვილ დედამიწას ჩვენი შეწევისათვის. როგორ არ მიყვარდეს ზეციური მამა, რომელსაც ძეითვისი მხოლოდ შობილი გაწირა ჯვარცმად. სული წმინდა, რომელიც მისი მხსნელი ბნევებით ქრისტესი მოეფინა ეკლესიას და დღეს სულიერად ასაზრდოებს და შეეწევა, რომ არც მართლივ გადაუხიოს ადამიანს, არც მართლივ სამეუფო გზაზე მართლმადიდებლობით იაროს სასუფევლისკენ. რაც დღითიდღე უფრო ძნელდება, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელი აქვს ისა. ესე იგი რა არის საჭირო? ღმერთს არ მოხსნეთ, რწმენაში არ შებრკოლდეთ უფლის მიმართ. ეს ყველაფერი ზათქით გადაივლის. ომები, კონფლიქტები, სისხლი, ტირილი, წრემლი, უბედურება, უსიყვარულობა, დევნა და შევიწროება. როგორც სერაფიმ საროველი ამბობს, ჩვენ რომ ოდნავ მაინც წარმოდგენა გქონდეს რა არის სასუფეველი, ყველაფერს დავითმენდით დედამიწაზე მოგვეპოვებინა ეს სასუფეველი და პირველ ყოვლისა გულში. იმიტომ რომ გულში, როდესაც ადამიანი სასუფეველს მოიპოვებს, მასზე ასეთი გამანადგურებელი და შემაძრწუნებელი აღარ არის ის უბედურებანი, რაც ჩამოთვალე და ბევრი უფრო ვერ ჩამოთვალე. ის ხდება სავანე ყოვლადწმინდა სამების. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკვე მე კი არ ვცოცხლობო, ამ ცხოვრ უფალი ჩემში. უფალი ჩემში, მე უფალში. ლოცვაზეც ნახეთ როგორ ამბობს. მე კი არ ვლოცულობო, სული წმინდა სწირავს შემგან მარადიულ ამოოხრებს ღმერთს. ესე იგი სული წმინდის მადლით ადამიანი ემსგავსება რა ღმერთს, იწყებს ღმერთის ქებისმეტყველებას, რომელსაც ფსალმუნთა წიგნი ყველაზე უმაღლეს მსხვერპლს უწოდებს, ქების მსხვერპლს, ანუ ლოცვას უსისხლომ მსხვერპლთან ერთად, წმინდა ზიარებასთან ერთად. რა ყოფილა თურმე ეს? გუშინ მკითხულობდი ივანე მოსხის ქართველია წარმოშობით, ეს მინდა მამა, პატერიკული მოთხრობების კრებულსა დათვა სული ჩემი. წაიკითხეთ, იკითხეთ, ისაზრდუეთ სულით. რა მაგალითები არის? როგორ უყვარდათ ღმერთი ვკითხულობ 53 წელიწადი იყო უდაბნოში. ბალახის ფესვებს ჭამდა კვირაში ერთხელ. წვიმის წყალს 40 თუ აივსებოდა, სვავდა. ჟამითი ჟამად. ეცინა 2 საათი. ან მიყვდნობილს, ან იჯდა უბრალოდ. გასაოცარი მაგალითი. და ანთებული იყო ცეცხლებით იდგარა ლოცვად. აი ერთ ტრაპეზი ერთ მონასტერში და ერთ მაძმა მეორეს გახედა და დაინახა რომ მხოლოდ ამ ბერზე ცეცხლის სვეტი იყო დაშო გაოგნდა არავის არაფერი არ უთხრა ტრაპეზის შემდეგ შირომ დაბრუნდა ხატებთან დაემხო და უფალს დაეკითხა უფალო რას ნიშნავდაო ეს რატო ეხილი ამ ბერზე და არც სხვაზე გლოსოლალი თმამოსა უფალმა ეგო ჭამის დროსაც ჩემთან ლაპარაკობს და ბევრი ბერიო ჩემზე საუბრის დროსაც ჭამაზე ფიქრობსო პირიქით ამიტომ ის მე მესაუბრებოდაო და ცეცხლის ეს არის მადლის სული წმინდისაო, რომელიც შენიხილე. მოკლედ, ჩვენი გადაუხვიეთ საგვარელო, რომ ღვთისმშობელი მარიამი აღძრა ამ სასუწარკვეთილის ლოცვამ, რასაც კი მოასწრებდა, ვიდრე ანგელოზები ხელს სტაცებდნენ. მიუბრუნდა ანგელოზებს უფალი და უთხრა, 10 შეძდექითვა, ანებეთ თავი. დედამან ჩემან უშუა მდგომლა მას და არ შემიძლიან არ აღვასრულონ მისი სათხოვარიო. შიშისგან ამჯერათაც თვალები ღია დარჩა. ეხლა კი ძალზე შეშინდა. შეზრა მისი სული ამ სანახაობამ. ფაქტიურად ის დააყენეს სამშობლოზე უფლისა, რომელსაც ყველაგან ვიცით საკუთარი გარდაცვალების. ეს ის გვავიწყდება. თითქოს სულ აქ ვიქნებ თუ ასე თამაში და სისილკისკიში ვიქნებით. მოვა ის ვინც არ გვინდა მოვიდეს ხშირად თუ გაგვიყვანს ის რაც არ გვინდა გავყვეთ. მონიყოს ხრჭენა იტკბილ და ტირილი დაუსრულებელი და ცეცხლით დაუშრებელი. აღარაფერი აღარა აფხიზლებს ადამიანს. ატროფირებული არის ცოდვებისაგან. სირცხვილის გზნობაც აღარა აქვს. უნამუსობის ხახარია დედამიწაზე. მე მარტო პოდიუმებს არ გულისხმობ, ჯერ შეხედეთ ქალები გაშლილი არ მოუყვები უხერხულობის გამო ქალბატონებისგანან, ქალიშვილების და ეგეთ ბავშვებიც. რას აღძრავს სინამდვილეში ღვთისმოსავ ადამიანში. გამოფენილია თავიანთი სამშვენისები. მოკლედ, ამ გამოცხადების მერე განიკორნა ეს ადამიანი. ამან უფრო დააფიქრა, რომ ნამდვილად ღვთისგან იყო გამოცხადა. მაინც სადღაც ეჭვის ჭიაღრნიდა და გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ცნობილი განდეგილი მამა იყო შორეულ უდაბნოში. თავი ესე გაიჭირვა, ბევრი არა თუ ცოტაი არა, ბოლოს მიაღწია იმ მამამდისა. მოუთხრა, როგორც პირველ სიზმრელ ჩვენებაზე, ისე მეორესე. ამ ბერმა განსაჭა და უთხრა, ღმერთს ყვარები ხარო საყვარელო. ეს ღვთისგან იყო მოცემული. ალბათ თავად ხომ გითხრა მეორე გამოცხადებაში, რომ ჩემგან იყო და რატომ სინანულში არ მოხვედი, რაც გაჩვენეო. ის მეფე ქრისტე იყო. რომელსაც მახვილი თავის მოკვეთა უნდოდა. ხო და
მე რჩევას გაძლევო, აწმაინცო თან არიცი შე რამდენი დარჩა სიცოცხლის წლები, ეცადე რომ ღვთის ცნებებით იცხოვრო. ამ ყველაფერმა რაც მოგითხრე და უფრო მეტი ვერ გამოვთქვი, ჩემი ადამიანური უძლურების გამო იმ შინაგან გაცდებს აგულისხმობ, რაც განიცადა ამ ჭაბუკმა, იგი დაბრუნდა უკან, საკმაოდ შეძლებული იყო, იმიტომ რომ ცნობილი ხელოვანი იყო და შემოსავალიც დიდი ჰქონდა აქედან გამომდინარე. დაურიგა ფრიობლებსა და გლახაკებს, მცირედი დატოვა საარსებოდ და თვითონ იმ დღიდან შეუდგა ღვთისმოსაცხოვრებას და ასეთ ღვთისმოსაობაში მიიცვალა მშვიდობით უფლისან მართა სასულიერს დედა ეკლესია რომ გამართლება იპოვა ღვთის წინაშე. აი დღეს რომ კითხულობდი უკანასკნელ ლოცვას ღვთისმშობელ მარიამის შენ ხარ ვენახის ხართა ასეთი სიტყვები ჩამეძირა გულის სიღრმეში და კიდევ ერთხელ მინდა ამოვიკითხო. სახელსა შენსა დედუფალო ხადით ანუ მოუხმობთო დღეთა ჭირისა ჩვენისათა. ესე იგი ეს დაუჯდომელი ჭირის დღეებს უწოდებს მიწიერ ცხოვრებას გადაჭარბების გარეშე. თან ნახეთ როგორ მღვიმისაგან უქვეშისა დედამიწა საწუთრო წუთი სოფელი მხოლოდ მღვიმე კი არ არის უქვეშია ყველაზე უფსკრულშია უქვეშეთში არის დედამიწა. მართლაც ეს ხომ ეშმაკის გამოძევების ადგილი არის და მე უკვე ცოდვით დაცემული პირველ მშობლებისა და აქ ვჩდებით ამ ექსორების გადასახლების ადგილას დანარჩენი ადამიანები უკვე ათეული საუკუნეები არის. აი ასე საყვარელო. 64 კი არა, როგორც თქვენ გისახავდნენ, ჯერ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რომ კომუნიზმის სახით 64-ს აშენებდნენ, ეხლა ვითომ დემოკრატია რაც იყო ის 64 ჩვენ უკვე ვნახეთ. აი ახლა უცბად იფეთქა გონებაში მოგონებები როგორ დაიფარა მაგალითად ღვთისმშობელმა ერთ-ერთი სავანე რომელსაც კორსარები ზღვის ყაჩაღები უნდა დასხმოდნენ მონა იმიტომ რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და ღვთისმშობელმა უშუამდგომლად ეს მნათე ნახა კანდელები რომ ნაენ თუ კანდელაკს ნახე ეს ყველაფერი და უფალმა თქვა რომ ნუ უშუამდგომლებო ნახეთ როგორია მისი ლოცვა რომ არ უშუამდგომლებ იმიტომ რომ ვეღარ აღასრულებდა ღმერთს უნდა დაესაჭა უშულოების გამო ეს მონასტერი და ესე იგი როგორ უყვარს ღმერთმა უბრძანა მაგრამ რომელიც მისი ძიარი შვილია მისი და ღვთისმშობელს ბაგებზე მიაფარა ხელი რომ არ ეშუამდგომლა ბერებისთვის როგორი კადნიერება აქვს წმინდა კადნიერება რომ ხელი მოკიდა მაცხოვარს და გააშვებინა და ბოლომდე უთხრა კანდელაკს გაიქეცი სასწრაფოდ გააფრთხილეთ ავაზაკები უნდა დაგესხანო ამ დილით წავიდა გაიქცა გააფრთხილა გაამაგრეს ციხესიმაგრეები დღემდის არის მაღალი გალავნები ამ მონასტრებისა ყოფილ ვარ იქ და ამგვარად გადარჩნენ ღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა შეიწყალა ღვთისმშობლის გამოისობით როგორი მეოხი ყვა ღვთისმშობლის ილთომი ვარ და როგორ ვიცევით რა დღეში ვართ ქართველები ყველაზე მეტად ადამიანში ცოდვილში ღვთისმშობელს აქვს გარყვნილება დღეს გარყვნილების მორევები მოედინება ყოველგვარი უსინდისობით თან რა არის ადამიანი ხარი ხართა რომ ბანზნეცის ამფერ დაბმული ვართ ამ ტრანსგენდერებთან მამათმავლებთან ლესბოსელებთან გარყვნილ მოდგასთან და ჩვენს ეს უკვე ძალა უნებურად მოქმედებს ყოველ შემთხვევაში ესეთი რეაქცია მწვავი აღარ აქვს გამოდის ზოგიერთი ცნობადი სახე ბჭყალებში რომ თავად უწოდებენ და ამბობენ ნუ რა მოხდა მას თუ სიამოვნეს მას თუ მოსონ რას ამბობ ღმერთმა გითხრა არა იმრუშო და შენ ამობრ თუ მოსონს აკეთოს შენ ქრისტიანი ხარ ღმერთი ადამიანს გულს ხედავს. ძნელია თქვა რომ ხატი და მსგავსება ღვთის არის. თავისუფალი ნება აქვს. სადაც პარალიზებული აქვს გარყვნილებით, ანგარებით და ასე შემდეგ. და პასუხს მისცემენ ყველა ესენი. გარყვნილების ტირაჟირებისთვის და გამრავლებისთვის. აი ამ ფიქრებში, როცა ვიჯექი ეს დღეები საწერ მაგიდასთან, გულმა აღმოსთქვა ასეთი რამ ლექსის ფორმით ჩავწერე. სამი პატარა კუპლეტია მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემი სატკივარი სავსებით გამოვხატე. ერთის მხრივ აქ ლაპარაკია რა ხდება გარეთ, მეორეს მხრივ ღმერთმა ძალიან ძვირფასი რამ მოგცა გულის სიღრმეში. იმანენტურად, თანდაყოლილად ეს დამსახურება არის. ჩვენ გახსენებული კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ ყოველი ადამიანი დაბადებიდან მორწმუნეა. ჰეგელის ცნობილი დიდი ფილოსოფოსი გერმანელი ამას იმეორებს. იესოს ცხოვრება როცა დაგვიწერა, მესამე გაურკვეველ პირში ამბობს და ამით იწყებს თავის მონათხრობს ქრისტესე ის ანუ ქრისტემ წეღვთისა მოვიდა დედამიწაზე რათა ჩვენში არსებული ნაპერწკალი ცეცხლად ექცია სარწმუნოების ეკლესიის დანიშნულება ეს არის ის რაც უკვე მოგცა და გვეძლება დაბადებისთანავე ღმერთმა უნდა აღაორწინოს ჩვენი თავისუფალი ნებიდან თუ ჩვენ დავყვებით ღვთისნებას ღმერთის მადლით აღვაორწინოთ და ღმერთშემოსილად შევიქმნეთ აი ეს არის ყველაზე ძვირფასი ამას უნდა ჩავეჭიდოთ ჩვენ შინაგან სარწმუნოებას რომლის გამოვლენაც ანუ აღსარებლობა თუნდაც მოწამეობამდეს არის აუცილებელი მაგრამ ღმერთის ხელში ვართ ყველანი ასეთიც და ისეთიც ვიდრემდე ვიქნებით ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენი ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი კი არა ერთადერთი გზა ეს არის სამეფო გზა საბოლოოდ სათაური ასეთი გამოვიყვანე ამ განცდებიდან ლექსად რომ ჩამოიქნა რწმენა აქ უფრო მეტი არის სიცივე, არის წვალება, არის ტკივილი. ეს ყველაფერი არის იგივე, რასაც დავარქვით ყველამ სიკვდილი.
მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რაღაც, მოცული ფრია დიდუმალებით, თან დაყოლილი, მოგვანიჭაცა სული სიღრმეში დაგვაგვწვალებით. იგი ვლინდება ამაღლების შამს, ჩვენთა გრძნობათა, ჩვენთა აზრების, ან სინანულით შეგვახსენებს თავს, იგი ღვთისა და ზეცის თამდევი. დასასრულ მინდა ამოგიკითხოთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი საპასექო სიტყვიდან დასასრული. და ეს იყოს მოდი გრიგოლთან ერთად ფაქტიურად ჰიმნი არის ღმერთის მიმართ, სამადლობელი ჰიმნი, ჩვენ სამადლობელი ჰიმნი ამ წმინდა მამასთან ერთად მიუძღვანოთ უფალ ღმერთს. სხვათა შორის კაბადოკიელი ქართველი იყო წარმოშობით. ამას იმიტომ უსვამ ხოლმე არა ქართული სიამაყით, არამედ იმიტომ რომ ესეთი დაჩათირებულები ვარ, დათრგონვილები, დაბულინგებული არა, თქვენ რატო შემოვიდა ქართული შესანიშნავი სიტყვები არსებობს. ხო და აი ყველაფერ აქედან გამომდინარე ჩვენს ეს ჰიმნი შევწიროთ უფალ ღმერთს. სამი სიტყვა თარგმნე ღმერთის შეწევით. რატო ამოხი იოტისოდენ არაფერი ღვთის გარეშე არ შეგვილია, მეტადრე ასეთი ღრმააზროვანი სიტყვის თარგმნა. ძალზე ძნელი სათარგმნი იყო. სიმესათარგმნი, იმიტომ ღრმააზროვანია. აი როგორი დახვეწილი აზრების კორიანტელია. არც ერთი არ უნდა შეგეშალოს, რომ აზრი არ დაამახინჯო, იმიტომ რომ ღვთისმეტყველი აღადებს ღვთის რჩეული ჭური. თან ჩემი დამტრეული ხელები, რომ პასტას ვერ იჭერს დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე ღვთის შეწევნით თარგმნე, ეს სამი სიტყვა განზრახული მაქვს, რომ ღვთის შეწევნით დაიბეჭდოს კიდეს და განიცადოთ სიამოვნება. შეიძლება სიღრმისეულად ყველა ვერ გავიგოთ, მაგრამ სიამოვნებას ნამდვილად მივიღეთ. დაახლოებით ასეც მაინც, აი სუნამო, სურნელოვანი არა, ყველაზე სურნელოვანი. მას დალივით ვერ დალევ, იმიტომ რომ პირველი მოთხოვნილება ეგ არის გავსინჯოთ, მაგრამ თუ ვისხურებთ, მართალია სამუდამოდ ასეთი კეთილსურნელება არ გვექნება, მაგრამ ერთხანს ჩვენც კეთილსურნელოვანი ვხდებით. მაგრამ ეკლესია გვასწავლის არა გარედან ვისხუროთ ეს სულიერი სუნამო, არამედ მთელი არსება ჩვენი მოიცვას ამანა. ამ დროს გრიგოლ ღვთისმეტყველი უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, 60 წელს მიწეული, მოხუცებული, მობერებული და მძიმედ დაავადებული. უმძიმესი დაავადებები ჰქონდა, მაგრამ ამ დაავადებულთან ტკივან სხეულში უწმინდესი სული იყო. ჩვენ ყოფიერება მივიღეთ, ანუ არსებობა. რათა კეთილდღეობაში ყოფილიყავით, იგულისხმება ღმერთისგან მივიღეთ, რომ იგულისხმება სამოთხე. რათა კეთილდღეობაში ყოფილიყავით და მას შემდეგ კეთილდღეობდით, რაც ყოფიერება მივიღეთ. ჩვენ გვენდო სამოთხე, რათა დამტკბარიყავით, მოგვეცამცნება, რათა დავიცავდით რა, დიდება დაგვემსახურებინა. ღრმამეტყველებაც არის, ღვთისმეტყველებაც და არის სიტყვათა თამაშიც და არის მჭევრმეტყველებაც. და წარმოიდგინეთ ორიგინალში რა იქნება, თარგმანშიც კი ასე ჟღერს. თან ეს არის თარგმანის თარგმანი, მე ბერძნულიდან არ მითარგმნია, რუსულიდან არის თარგმნილი. რაღაცა ხო თარგმანში მაინც იკარგება, რაც ამ ზედმიწერ მითარგმნო. მიუხედავ ისა ამ სურნელებას, კეთილსურნელებას გრიგოლის ეს სიტყვა იმართუნებს. მას ჩვენ გვენდო სამოთხე, რათა დამტკბარიყავით, მოგვეცა მცნება, რათა დავიცავდით რა, დიდება დაგვემსახურებინა. მოგვეცა არა იმიტომ რომ ღმერთმა არ უწყოდა მომავალი, არამედ იმიტომ რომ მან თავისუფლების კანონი დაადგინა. სუნდით, იმიტომ რომ შური გამოვიცვეთ, ვიში ეშმაკსი. დავეცით, იმიტომ რომ ჟულს გარდავხდით, მარხულობდით, იმიტომ რომ მარხვა არ დავიცავით აკრძალული ხილის სახით, ვიქმენით რა ცნობადის ხით დამარცხებული. რამე თუ ძველი და თანამედროვე იყო ჩვენთვის ეს მცნება, ემსახურებოდა რა სულს თითქოს და წინასწარმეტყველება და სიამოვნებაში ალაგმად და მას ჩვენ სამართლიანად ვარ დამორჩილებულნი, რათა მისი დაცვით დავიბრუნოთ ის, რაც აღშენახვით დავკარგეთ. ჩვენ ხორჩესხმულსა და მოკდინებულ ღმერთში გავიჩინეთ საჭუროება. ესე იგი, როგორ ვიყავითო დაცემული, რომ ღმერთი უნდა მოსული ადამიანის ბუნებაში, და მომკვდარი იყო და მხოლოდ მე გვეშველებოდა ჩვენ. ესე იგი, მასთან ერთად მოვკვდით, რათა დამწმენდილიყავით, მასთან ერთად აღდგარიყავით, იმიტომ რომ მასთან ერთად მოვკვდით. მასთან ერთად გამდიდით, იმიტომ რომ მასთან ერთად აღვდექი. იმხანად სასწაული მრავლად იყო, ღმერთი ჯვარცმადი. რა სასწაულებია ჩამოთვლის. ღმერთი ჯვარცმადი, მზე დაბნელებადი. თქვენი საფლავად დადების შამს ჯვარცმისა და კვალად აბდღვიალებული, რამე თუ ჯერ იყო, რათა ქმნილებანის შემოქმედთან თანავნებული იყვნენ. ესე იგი, თითქოს მთელი ბუნებაც ევნებოდაო ქრისტესთან ერთად, თავის შემოქმედთან. ქვეყნიერება რყევადი, ანუ შეძვრადი, კლდე დარღვევადი კლდის გამო. კლდე ეს არის ქრისტე. ქრისტეს გამო კლდე დაირღვა, თქვენ იცით არა? მიწისძვრა რომ იყო. ყდარნი აღდგარნი იმაში დასარწმუნებლად, რომ იქნება უკანასკნელი და საყოველთაო აღდგომა. მკვდრები აღდგნენ ქრისტეს ჯვარცმის შამს, მიწისძვრის შემდგომ საფლავებმა ამოაგდეს მართალი და შევიდნენ ქალაქში თვალხილულად. გარკვეული დრო იცხოვრეს დედამიწაზე და მერე კვალად შეისვენეს, ვიდრე ქრისტე გააღვიძებს მეორე მოსვლის შამს ყველას. სასწაულები საფლავად დადებისას, რომელთაც უგალობს კი ავინმე ღირსეულად. კი მოხდავ ეს ასო, მაგრამ ვინმე ღირსეულად უგალობს, შეამკობს, მაგრამ მათგან ვერც ერთი იქავს ჩემი ცხონების სასწაულს. აი ეს ყველაფერი ჩამოთვალა მიწისძვრა, მზიდამნელება და სხვა და სხვა ქრისტეს, მაგრამ ჩემს ცხონებას ვერაფერი ვერ, ანუ ადამიანის
საკუთარ თავისად გულისხმობს. მაგრამ მათგან ვერცერთი გავს ჩემი ცხონების სასაულს. სისხლის მცირეოდენი წვეთი ყალად აღმოშობს ყოველსა სოფელსა და ყველა ადამიანისთვის ხდებიან იმად, რაც მარწვნის დედარძისთვის კრებს და აერთიანებს რა ყველაფერს ერთად. ქრისტეს დათხეული სისხლი, მისი ვნებები იგულისხმება. თქვენი გარდა მაგისა რა მოხდა ჯვარცმის ჟამს? რომაული კანონების და მიხედვით დასარწმუნებად, რომ ნამდვილად აღესრულა განუნტევასული იესო ნაზარეველმა, ლონგინოს ასისთავმა კანონი შეასრულა ამით, თუ ქრისტეს კი არ უძღერა ბრძანებაში ასრო კეისრის ამისა უძღირა როგორც ცენტურიონმა ასისთავმა და რა მოხდა? თან უძღირა არანებისმიერ ადგილას. არათუნდაც მარცხენა მხარის მარჯვენით კერძო. რატო? მარჯვენით კერძო, როცა დააძინა პირველი ადამიანი, გამოუღო ნეკნი და შექმნა ევა. ევა დაარქვა ადამმა, როცა გვასმოვენ წინა სარმეტყველების სული ჰქონდა მას, რა ცხოვრებას ნიშნავს. ახალ ცხოვრებას გვანიჭებს უფალი. რა ცხოვრებას? ქრისტეს მიერ განახლებას. ახალ ადამიანს აღმოშობს. და ნახეთ რა მოხდა. ეს ხაზგასმულია იოანე ღვთისმეტყველთან, რომელსაც დამახასიათებელი უაღრესი სიზუსე და ღვთისმეტყველების იყვნენ. იდუმალთ მეცნიერებაც კი, როდესაც ლახვარი ააძგერა მარჯვენით კერძო, გარდა მოხდა სისხლი და წყალი. ქრისტე ზეციურ სიძეთ იწოდება. ის აღმოშობს ახალ საზრდოს. რითი? იქ თუ მოზილად მისი ნეკნისაგან ესე იგი შექმნა, აქ უფრო კეთილშობილისაგან, სისხლისაგან და წყლისა. ეს ბლანტეს სითხე, ესე იგი წებვადი წყლის მაგვარი, რომელიც ყოველ ადამიანში არის. ეს რომ არ იყოს, პირიქით ძალიან დიდი პრობლემები ექნებოდა ადამიანს. სასიცოცხლოთაც კი. გარდა მოხდა შეეშხება ლონგინოს, რომელსაც ჰქონდა ესე იგი ლიბრი გადაკრული თვალზე. ცუდად ხედავდა, როგორც კი სისხლი და წყალი ესხურა, თვალი აეხილა. რა მისტიური სწავლება, რა იდუმალთ მეცნიერება არის, რომელსაც ადგილი აქვს გოლგოთას. როგორც მინდა მამები განმარტავენ, წყალი სახია ნათლისღებისა. ქრისტემ თავის ეკლესიაში ვნებებში რომ დაარსა, 7 საიდუმლოება დასხა. პირველი მათგანი უპირველეს არის ნათლისღება, ნათლობა. დასაბამია ყველა საეკლესიო საიდუმლოება. ხოლო ევქარისტია ზიარება. ეს არის განსრულება, გვერდენი ყველა საიდუმლოების. ესე იგი, სისხლი და წყალი რომ გარდამოთხია გვერდიდან, ამით აჩვენა რომ თავის ხსნელ ვნებებში ის არსებს წმინდა ეკლესიის 7 მაცხოვნებელი საიდუმლოებით, ნათლისღებით დაწყებული, ევქარისტიით განსრულებული. მერე რა ხდება? თითქმის ბრმას თვალს უხელს. ეს კი მოასწრებს, რომ ქრისტე მოვიდა, რათა თავისი ხსნელი ვნებებით, ამგვარად დაარსებული ეკლესიით და საიდუმლოებით, ცოდვებით დაბრმობილ ადამიანს გზაშეცდომილს თვალი აუხილოს და ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს. რამდენი საიდუმლოება, რამდენი პლასტებია, ფენებია სახარებაში, რომელთაც ჩვენ არ ძალგვით ჩავსვდეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიკითხოთ ეგზეგეტიკური ლიტერატურა, განმარტებით. ისეთ ბუმბერას მამებთან, როგორც არის ბასილი, გრიგოლი, იოანე ათანასე დიდი, კირილე იერუსალიმელი, იოანე ოქროპირი და რომელი ერთი მოვთვალო. მადლობა ღმერთს, ეკლესიამ უხვად მიანიჭა ასეთი ღმერთშემოსილი მამები ეკლესიას. მას ესე იგი ყველა სასწაული დიდი სასწაულია, მაგრამ ჩემი გადარჩენის სასწაული და ჩემი აღმოშობის ყველაზე დიდია. რადგან იგი თავის თავში აერთიანებს ამბობს წმინდა გრიგოლი ყველაფერს, მაგრამ დიდი და წმინდა პასქა და განწმენდა ყოვლისა სოფლისათვის. ვილაპარაკებ შენთან როგორც რაღაც განსულიერებულთან. სიტყვა, ანუ ლოგოსი, ანუ ზეღვთისა და სინათლე და ცხოვრება და სიბრძნე და ძალა. ყოველი შენი სახელდება მახარებს მე, დაბადება, გამოსვლა აღბეჭდა დიდისა გონებისა, ანუ ძისაღვთისა, გონების წარმოსადგენის სიტყვა, ანუ ზეღვთისა და კაცი გონების ჭვრეთითი, რომელსაც უტვირთავ ყოველი სიტყვითა მიძლიერებისა მისისაითა. მიიღიათ სიტყვა ესე, არა პირველი, მაგრამ შესაძლოა ჩემი უკანასკნელი ნაყოფ ჩემო მწირველობა. უკვე ღრმად მოხუცებულია და შეიძლება ამის მერე გარდავიცვალო კიდეც. ამას ეუბნება უფალს და მიიღე როგორც უკანასკნელი ნაყოფ ჩემო მწირველობა. სიტყვა ამასთან სამადლობელი და ლოცვითი, რათა მე სხვა მწუხარებანი არ გადამქონდეს. გარდა აუცილებელთა და წმიდათა, რომელთა შორისაც ჩემმა ცხოვრებამ ჩაიარა, როგორი მწარე ცხოვრება, დევნული და შეურაცხყოფილი გაიარა. წაკითხული გაქვთ მისი ცხოვრება, დროდადრო მომიგონებია, როგორ უმადურად მოექცნენ ბერძნები, აღორძინა, ესე იგი, მართლმადიდებლური ერთი სალოცავიც არ იყვარდა დედაქალაქში, არიოზელობამ გადაჭამა ყველაფერი, მათ შორის იმპერატორიც ამგვარი იყო და გრიგოლი ღვთისმეტყველი მიიწვიეს ბერძნებს, თვითონ უნარი არ ქონდა, თავი და მადლი ამდენი და 8 წელიწად ნახევარში აღორძინა მთელი დედაქალაქი და იმპერია მართლმადიდებლობით და არც ერთი სალოცავიც აღარ დარჩათ არიოზელებს. ყველა მართლმადიდებლს დაუბრუნდათ უკლებლივ. არათუ ტაძარი, არამედ სამლოცველოც კი. სამადლობელში რა უთხრეს, რომ შენ ძალით მედიტაცია, თვითონ იწვევდნენ წერილები არსებობს, როგორ ევედრებოდნენ.
მოხმოდრეკილი რომ ჩამოდი თუ შეგილიანო. და გრიგოლებმა პირველი პასუხი რამის ერბაშად არ წასულა. თქვენ არ ამბობდით რომ მე ბარბაროსი ვარ, იმიტომ რომ ქართველი იყო კაბადოკელი, ისინი ბერძნები რა თქმა უნდა ელენები ყველა ცივილიზებული. დღემდე თავი ასე მოაქვთ. და ამ დროს არც იმპერია არც ისინი ამ დროს მართლმადიდებლად შერყეულია და აღარ მაქვს ერთ სეციანთა ქორწინების კანონის მიიღეს და სხვადასხვა. და ესე იგი თქვენ არ ამბობდით რომ მე ბარბაროსი ვარ, მე რა შემიძლია ბარბაროსს ელენებს მოგიტანოთო. მე ბოდიში უხადეს ბევრი და ჩავიდა ღვთის სიყვარულისთვის აღაორცინა და ბოლოს გადმოაგდეს ისი აღელდნენ მეორე კრებაზე მისმა სულიერმა ძმამ ათანასე დიდმა და თავად გრიგოლმა საფუძვლები მოამზადეს მეორე მსოფლიო კრებაზე რომ ესე იგი ყვილებს იხსენ რომ ძალით მეიწაცეულს აღდარიო მეორე მსოფლიო კრებაზე ეუბნებია და გრიგოლმა შეხედა უყურა და რო არ დაწყნარდნენ უთხრა მე თუ ვარ ისიონა რომელიც ამ ზღვას მხილვარებისა დააწყნებს ამიხეთა გადამაგდა გამაცევეთ და სიამოვნებითაც გააძევეს კრებიდან და ჩამოვიდა თავის უმნიშვნელო პატარა ქალაქ ნაზიანში და დარჩენილი 2-3 წელიწადი განდეგილობაში გაატარა პრაქტიკულად და ლოცვაში. აი ეს ღვენიცო სიტყვა პასექსზე ერთ-ერთი უკანასკნელი ღვენია, რომელსაც მე შეგწირავ უფალს მიმართავს. ჩვენც ამათ უნდა მივიბაძოთ. დღევანდელი ქრისტიანები იცით როგორია? კომფორტის მოყვარულები ვარ ჩვენც ამ გარკვეულ მოდმასთან ერთად. ყველის გვინდა, ბაბაც გვინდა, თან 64-ში რა თქმა უნდა დაჯავშნული უნდა ქონდეს ადგილი. მოდაში არა ეს სიტყვაც. და რა თქმა უნდა, რა კი ახლა ღვთისმშობელზე მოვისმინეთ, რომ ყოველ სავანეზე უმაღლესი სავანე ღვთისმშობლის წიაღია, ღვთისმშობლის სავანე, ყველას გვინდა რომ ღვთისმშობლის სავანეში ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს მე დიდურად ვამბობ, ღვთისმშობლის წილხვედრი ვარ. რა საკეთებს ამაგისოთ? აი ეგ მიგვირს, სწორედ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ, რომელიც სახე უნდა იყოს, სარწმუნოებისა, ნახე რაებს შადიხარ თუნდაც საქართველოს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. დიდება მოთმინებასა გორამიშვილთან ერთად ვიტყვი დიდ რელიგიურ პოეტთან შენსა უფალო იესო ადამიანურად ამის მოთმება შეუძლებელია ღმერთმა ყველანე იმერელის კახელის მეგრელის აჭარელის რაჭველის ქართლელის მესხი და ვინც არ უნდა იყოს ქართული ყველა გაგვაერთიანოს ქრისტეს დროშის ქვეშ მისი სარწმუნოების საფარველ ქვეშ ღვთისმშობელ მარიამის კალთის ქვეშ მას ესე იგი გრიგოლი თითქოს ამ სიტყვით უკვე ემშვიდობება ღმერთს, რადგან გულისხმობს საკუთარ გარდაცვალებას და ამბობს: მიიღიათ სიტყვა ესე არაპირველი, მაგრამ შესაძლოა ჩემი უკანასკნელი დაყოფ შემომწირველობა. სიტყვა ამასთან სამადლობელი და ლოცვითი, რათა მე სხვა მწუხარებანი არ გადამქონდეს გარდა აუცილებელთა და წმიდათა, რომელთა შორისაც ჩემ ცხოვრებამ ჩაიარა. შეაჩერე ჩემზე სხეულის მტანჯველი ხელმწიფება, უმძიმესი სენით იყო დაავადებული. რამე თუ ხედავ უფალო, რაოდენ დიდი და დამამძიმებელია იგი. მიუხედავად რომ მუხლები დაწყულებული ქონდა, სისხლის დენა და ზოგჯერ იძულებული იყო თბილი აბაზანებიც კი მიეღო რომ რამენად შეეჩერებინა ტკივილები და გაუსაძლისი მდგომარეობა საათობით ატარებდა მუხლს ტყეებში გასული ბოლო წლებში და მლოცველი ღმერთის მიმართ. ეხლა მე სახსრების დაავადებულად ძალიან მიჭირს მუხლის მოდრეკა და წარმომიდგენია რამდენიმე ჩვენ გვიჭირს 16 საუკუნის წინ გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩვენი მამა გაბრიელი სემინარის სტუდენტი ვიყავი თეზოს ვალი ქონდა მოტეხილი შაქრის დაავადება ქონდა და ასე შემდეგ და საათობითით გახოლმე და სულ გვიკვირდა სასულიერო სემინარის სტუდენტებს ივერიის ღვთისმშობლის ხატისին და კიროდა აი რომ არ მენახა იქნებ დაჯერებას გამჭირვებოდა გრიგოლ ღვთისმეტყველს ჩვენ ეს გვინახავს იყო ასეთი ადამიანი და დღესაც ხო ყველაზე ხშირად ირჯება იმ სასწაულებიდან გამომდინარე რაც ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოსთვის მთელი საქართველო და ნახევარი რუსეთი ჩემი იქნებაო და აი ნახეთ რუსეთში როგორი დიდი სიყვარულია მამა გაბრიელი მისი გამოცხადებები კურნებები მირომდინარე ხატები ესევე ბელორუსიაში უკრაინაში და ასევე საბერძნეთში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ვინ იყო ერთი ჩია მოხუცი იყო რომელსაც ყველა თითქმის ლანძღავდა აგინებდა განვიკითხავდით და დღეს ესე იგი შეზრა მისმა სახელმა და ცხოვრებამ და სასწაულებამ შეიძლება ითქვას სრულიად დედამიწა აი ახლა ითხოვეს აქედანაც გავატანე ხატი იყო ამერიკის ერთ-ერთი ტაძრიდან წმინდა პანტელეიმონ დიდმოწამისა მამა დიონისე ამ ზაფხულს ერთად წირე მრევლის დიდი ნაწილი იყო აქ და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა მამა გაბრიელის მისი სიყვარულიც იყო ერთ-ერთი თავარი მიზეზი რატო ჩამოვიდა საქართველოში აფთოვან და აქაურობით იმდენად დიდი სურვილი იყო მიჭირდა მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი და ხატი რომელიც მამა გაბრიელის ტაძარში იყო დასვენებული ხატი რომელიც მის წმინდანად შერაცხამდე ჩვენი კურთხევით შეიქმნა რომელშიც მამა გაბრიელის წმინდა სხეულის ნაწილი იყო ჩასვენებული ავიღე ეს ხატი ალალიგულით ბრევლთან ერთად და ბრევლის სახელით ვაჩუქე და წარმოიდგინეთ ახლა მისი სიხარული როგორია ახლა მოითხოვა შენ ხარ ვენახის ხატი რო დაეწერათ ამ ხატზე მოუთხე ეს ხატიც დასრულდა ღმერთის მადლით და წარიგზავნება ქვეყანაში და გამრავლდება სადაც გასამრავლებელია მართალ გულებში საწყალ და საბრალობელ ადამიანებში გაჭირვებულებში თამდაბლებში შედარებით და მორწმუნეებში ღვთისმშობლის დიდებას და ღვთისმრჩეული მამა გაბრიელისაც
მა შევედრება უფელ შეაჩერე ჩემზე სხეულის მტანჯველი ხელმწე აი პატარა შვება მომეციო ახსუბუქება მტანჯვაში რამე თუ ხედა უფალო რაოდენ დიდი და დამამძიმებელია იგი ან შენით განაჩენი თუ კი შენგან ვიძლევით დავემხობით ხოლო თუ კი განმეყოფი სხეულს როგორც მსურს ვიყო და შემწყნარებელი ვიქნები ზეციური საფარველის ქვეშ ესე იგი მე მინდა რომ მივიცვალო თუ ხოლო ამას დავუშვებო შენი ზეციური საფარველის ქვეშ ვიქნები მაშინ შესაძლოა იქაც შევწირავ შენს წმიდა სამსხვერპლოზე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა სათნო მსხვერპლს რამე თუ შენ ჩვენის ყოველი დიდებაი პატივი და ხელმწიფება ამენ